საღამო მშვიდობისა. დღეს მე გაგაცნობთ მოსალოდნელ პოლიტიკურ ამინდის პროგნოზს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, დავიწყებთ დედაქალაქით. თბილისში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა, მაგრამ თუ მზემ 43 გრადუსი ვერ გადალახა, მოსალოდნელია ამინდის პროგნოზის მეორე ტური, სადაც უკვე გაირკვევა ვისი მიმართულებით დაუბერავს შემოდგომის სუსხიანი ქარი. სოლოლაკში მოსალოდნელია სიცივე პინგვინებისთვის, ზებრებისთვის მზე, ხოლო ლემურებისთვის ნოტიო ჰაერი. ჭორბელაში, აბასთუმანში და შეკვეთილშიც მოსალოდნელია სწორედ ისეთი ამინდი, როგორც იმ ღვთისგან ბოძებულ კაცს მოესურვება. ქუთაისში გაორმაგებულად გაგრძელდება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და მიტაცება. დილით 100.000, ხოლო ღამით 250.000 ლარის ოდენობით. სამტრედიაში კახის ჩასვლის შემდეგ თბილ და ნოტიო ამინდს ნავარაუდებრალარიან. ყველამ ერთად ვუთხრათ სულ ამინდს, გადაშენდეს აქედან. ზესტაფონში კი მზიანი დღეებია მოსალოდნელი. მწყუნვარე მზის სხივები ბოლომდე დაამწიფებს ყავის მარცვლებს. ზოგადად ყავის გემო თუ გინდა რომ გეიგო, ის უნდა იყოს კაი ჩაყლურჭებული. აბა კუხე თუ იქნა ისი. იქიდან არც ლამბადა გამოვა და არც არაბიკაი. მაღალი ტემპერატურა და გვალვა ქედახეთ ხავს, მიწავს, მოწვავს, წანილს და მოხრუკავს სიმინს, მაგრამ ყავის ინდუსტრიისა კი არის მისრება და აბა რას დევეძებ ახლა მე სხვას. რაც შეეხება რაჭას. რაჭაში კერძოდ კი ონში დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა გზები და მიმოსვლა შეუძლებელია. ამიტომ ერთი ფარაონი, 2 ქურუმი და 3 ბედუინი გამოზაფხულებამდე რაჭაში იქნებიან. ამბროლაურის ქუჩებში მოსალოდნელია იარ ბორბალა. დიახ, ამბროლაურში დაუბერავს გაქანებული პორშესგან გამოწვეული ქარი. წამში 170 კმ/სთ სიჩქარით. აი, თუ გონია რომ მხოლოდ ვანოს ახსოვ ხართ, ძალიან ცდებით. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უახლეს კვირებში უკრაინიდან მოსალოდნელია ან სახმელეთო, ან საზღვაო, ან საჰაერო გზით, ან რა ვიცი რამეს მოიფიქრებს ჭექაქუხილი და ქარიშხალი. ქარიშხალი კატრინა, რომელიც მესამე პრეზიდენტის სახელით არის ცნობილი, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ქარიშხალი კატრინა ხშირად იცვლის მიმართულებას. წინა არჩევნებზეც გვიახლოვდებოდა იმის წინაზეც და კიდევ იმის წინაზეც. თუმცა ამბობენ, რომ ის სწორედ სარფის მიმდებარედ გამოიწვევს ქარიშხალს, ქარბორბალას, შტორმს და წარღვნას. ქართული ოცნების მეტეოროლოგიური გუნდის ნაწილი იმასაც ვარაუდობს, რომ სტიქია რამდენიმე საათი იბობოქრებს და ისევ დაბრუნდება უკრაინის მიმართულებით, ხოლო გუნდის ნაწილი უკვე ბარგს ალაგებს და წითელი ხიდისკენ მიემართება. და ბოლოს, ერთი კვირის პროგნოზით მთელ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქარი და სიცივე. და თუ ქარი და არსებული პროგნოზი არ მოგწონთ, შეგიძლიათ გადართოთ იმედზე და იხილოთ მზიანი, უდარდელი, უღრუბლო და ბედნიერი ზეცა. დღეს მე ამით გემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ ოდესღაც ჩვენს ქვეყანაში ქროდა დასავლეთის თბილი და ნოტიო ჰაერის მასები. ნახვამდის.